დაპატიმრებებით დაიმუქრა. შემდეგ კი საკუთარ საარჩევნო შტაბზე ამომცნობი კამერები დააყენა. ასე გაუადვილდება ქართულ ოცნებას აქტივისტების ამოცნობა. შემდეგ დაჯერიმება ან სულაც დაპატიმრება. ეს გეგმა რომ რეალურია, ქალაქის მერობის კანდიდატმა თავად დაადასტურა. კანონის ფარგლებში უნდა მოყვეს რეაგირება. როგორც ჩანს, გუშინ შტაბის ბანერებზე დატანილმა წარწერებმა არა რუსულ ოცნებას კალაძე ისე გააღიზიანა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სიცხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, რის გამოც ეძებენ პირს, რომელმაც ეს კახი კალაძის საარჩევნო ბანერებზე მოწოდებად ქცეული მინაწერი გააკეთა. სავარაუდოდ ამნაშავეს 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. არსებობს კანონი და ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალოთ ერთმანეთს. შტაბში გუშინ მობილიზებული ადამიანები ვინ იყვნენ? შეგიძლიათ რომ გითხრათ, სახეს მალავდნენ ეს ადამიანები, ვინები იყვნენ ისინი, ვინც გუშინ ყავდათ მობილიზებული შტაბში? მობილიზებული არავინ არ ყავს შტაბს. თქვენ იცით რომ ეს არის საარჩევნო შტაბი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს. იცით რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ვართ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში და შესაბამისად სახეს რატომ ალავდნენ? ეთაგილება თქვენთან მუშაობ. იდენტიფიცირებული მოძალადე ტიტუშკების დასჯის ნაცვლად მთელი ღამის განმავლობაში მელიქიშვილის ქუჩაზე ექსპერტ კრიმინალისტები იმ პირის კვალს ეძებდნენ, რომელმაც ბანერებზე საკუთარი პოზიცია გამოხატა. საგამოძიებო მოქმედებების დროს კალაძის შტაბი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. პარალელურად გამოიძახეს დასუფთავების სამსახური, რომელსაც წარწერების წაშლა დაევალა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ადამიანები წყლის ბოთლების სროლის გამო, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს, ციხეში არიან და გუშინ აქციის მონაწილეებს რომ ესროდნენ და ასევე თქვენს კოლეგებს ეს კადრები არ ნახეთ? მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოცნების ტიტუშკებს ხელს აფარებს და 2 ახალი გამოძიება აქვს დაწყებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის კალაძის ბანერზე მიხატვისთვის ადამიანებს ციხით ემუქრება. აღმოჩნდა, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე სწორედ ეს ბანერები უნებართვოდაა დამონტაჟებული. უკანონოდ გაკრული ბანერისთვის სახელმწიფო ვალდებულია ოცნების შტაბი დააჯარიმოს, თუმცა ნაცვლად ამისა ხელისუფლება ახალგაზრდებზე ნადირობს. Αυτή ტიპის კონსტრუქციის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უკვე ითვალისწინებს ჯარიმას 16000 ლარის ოდენობით და ასევე შესაბამისი კონსტრუქციის დემონტაჟსაც. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ახლა აქციის მონაწილეებს ემუქრებოდნენ სისხლის სამართლებრივი დევნით და მორიგი სასჯელის დაწესებით, აბსურდული სასჯელის დაწესებით, ამის ნაცვლად ახლა მუნიციპალური ინსპექცია უნდა აჯარიმებდეს კალაძის საარჩევნო შტაბს და უნდა ითხოვდეს აი ამ კონსტრუქციის მთლიანად დემონტაჟს, რომლის თითქოს დაზიანებისთვისაც ადამიანებს ემუქრებენ. დილიდან ივანიშვილის გუნდი არ გვპასუხობს, რატომ არ სჯიან ტიტუშკებს, რომლებიც ქალებზე, ახალგაზრდებზე და მედიაზე ძალადობენ. არაერთი ვიდეო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ზონდერების ქმედებებს უარყოფენ და ოპოზიციური მედიების წინააღმდეგ ილაშქრებენ. გითხარით, ამ დრომდე ქართული ოცნების არც ერთი ტიტუშკა რატომ არ არის დაკავებული? ტიტუშკები მოიკითხეთ ნაციონალურ მოძრაობაში, იმ ადამიანებში, რომლებიც იყვნენ აქ. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ, მათ შორის თქვენი ზონდერები ქალებზე. ეს კადრები არ ნახეთ. მედიის წარმომადგენლების გარდა სასტიკად უსწორდებიან ქალებს. ქართული ოცნების ზონდერები რომ ძალადობენ ქალებზე ნორმალურია? ერთ-ერთი რომ ქართულ ოცნებას ზონდერები არ ყავს, ქართულ ოცნებას ყავს ერთგული ჯარისკაცები, რომელთა რაოდენობა 51000-ზე მეტი არის. და ჩვენ ყავს ადამიანები, მხარდამჭერები, რომელთა რაოდენობა არის 1,120,000-ზე მეტი. თქვენ საინფორმაციო ვაკუუმში იყავით ამ დღეების განმავლობაში? მე ვიყავი სულ აქ, მთელი დღეების განმავლობაში. კადრებიც გექნებათ ნანახი და თვითმხილველიც იქნებით, როგორ ძალადობდნენ თქვენი ზონდერები ადამიანებზე და ნორმალურია რომ რეაგირება არ მოახდინა. თქვენ ხომ მეუბნებით რომ იყავით თვითმხილველი ადგილზე. რატომ ჰქონდა ადგილი ჯერ ესეთი ასე ძალადობას თქვენი პარტიის აქტივის და წევრების მხრიდან? ტყუილია. ოცნების მიერ დაწინაურებული გორდულაძის შემდეგ კამერებთან კალაძის შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი გამოჩნდა, რომელიც მერის გზავნილებს შესაშური სიზუსტით იმეორებდა. უარყოფდა მათ რიგებში ზონდერების არსებობას, აქტივისტებს ძალადობაში ადანაშაულებდა და თავიანთი მომხრე ტიტუშკების უდანაშაულობას ამტკიცებდა. ამ რიტორიკასთან სრულიად შეუსაბამო ფრაზა დასცდა მაჭავარიანს, რომ გუშინ თხოვნით შეაჩერეს და შენობაში გამოკეტეს მათი მხარდამჭერები, რომელთაც ხელები ეკავებოდათ.
ქალებზე ძალადობა არის არაკაცური საქციელი. ხო ადასტურებთ რომ ქართული ოცნების ზონდერები თქვენი ქალები ძალადობდნენ ქალებს. ზონდერები ნაციონალურ მოძრაობაში მოიკითხეთ. ზონდერები არიან ზონდერები? ნაციონალურ მოძრაობაში. თქვენთან ზონდერები არ არიან ზონდერები არ ყავდა არასდროს არ გვეყოლება, არასდროს არ ყოლია. არა. ჩვენი მხარდამჭერები ვიც არიან და ჩვენი აქტივისტები ვიც არიან, ხო? ჩვენი მხარდამჭერები ვიც არიან. გუშინ აი აქ რო იყვნენ შეკრებილები და ხელებს რო იქავებდნენ, ისე რომ უნდათ გამოსულიყვნენ და ნაც ორკებისთვის სახედაკარგულები რო იყვნენ, თავპირი რო დაელეცათ, აი ეს იყო ვაშკაცური საქციელი, ესე რო უთხოვეთ ჩვენმა ლიდერებმა და ესე კაცურად რომ მოიხსნენ და გარეთ რო არავინ არ გამოცვლიდა. ქალებზე ძალადობა ბიჭებმა მაგრა გაიაზრეს ეს და გაიაზრეს რომ საქართველოს ჭირდებოდა გუშინ მოთმერა. ნერვები და მიწეს გადაფარო. ეხლა კარგად იყავით, კარგად ზანდებოდნენ და მუშაობაში ემოციურ ინტერვიუში მაჭავარიანს არ დაავიწყდა კრიტიკული მედია. კადრების მიზან მიმართულ დამალვაში დაედანაშაულებინა და მისი მაყურებელი დაზომბებულად მოეხსენებინა. და არასრულ ხოლმებზე აქედა რომელი გავს გაშვებული. გითხარით გვაქვს ყო და თუ დამერო რა გავს გაშვებული? გუში ბეტმენები და ისინი რო იყვნენ, კვერცხებს რო ისროდნენ, გაშვებული გაქვს? კითხვებზე პასუხი არ გაგვცლება. არადა ზუსტად იგივე კადრები ტელეკომპანია ფორმულაზე პირდაპირ ეთერში გუშინ 9 სექტემბერს 20 საათსა და 21 წუთზე გადიოდა. ტრენინგს გვაჩვენებდა, რომელიც მიმდინარეობდა კალაძის ოფისში. ამ კადრების გარდა არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, როგორ უსწორდებიან ტიტუშკები მათ შორის ქალებს და უზიანებენ ტექნიკას. Rasakete bicho! Rasakete bicho! ეს ხელისუფლების ტიტუშკა ლევან ზარდიაშვილია, რომელიც ოცნების მოძალადეებს შორის ერთ-ერთია. ზარდიაშვილი დღემდე თავისუფალია. მომხდარზე გამოძიება კი თავად დაზარალებულების მოთხოვნით დაიწყო. ამიტომ საგამოძიებო ორგანო იძულებული გახდა გუშინ პუბლიკას დაშავებული ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაებარებინა. გამტაცეს ტელეფონი როგორც ჩანს კადრებში, ერთმა ცადამ და გამიშხვა და დაინახა რომ უკმიდან მოდიოდა მეორე ადამიანი და სავარაუდოდ მე მგონია რომ მიხვდა რომ ისეც წამართმევდნენ ტელეფონს და აღარ დახარჯა ჩემს ენერგია. შესაბამისად მეორე ადამიანმა მოახერხა ჯაჯგურის შედეგად, წამართვა ტელეფონი და მე ნამდვილად არ მახსოვს საერთოდ რა ხდებოდა, როგორცაც წაიღო ეს ტელეფონი კადრით სამწუხაროდ იმ წამს არ ჩანს. ფიზიკური შორისყოფაც იყო. ფიზიკური ანგარიშტორების შემდეგ 48 საათი გავიდა, თუმცა გეკა გელაძის უწყება მოძალადეების დასჯას არ ჩქარობს. სამაგიეროდ დამატებით საქმეებს ნაცემი ახალგაზრდების წინააღმდეგ აღძრავს.